ნონა ყაველაშვილი ყურადღების ეპიცენტრშია. საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მზეო და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი მიხეილ ყაველაშვილის დას ერთად დაცნობენ პირველი სხდომის დღის წესრიგს. ბოლნისის ერთპარტიულ საკრებულოში დღეს შიდა არჩევნები აქვთ. ქალბატონი ნონა ყველა ფურცელს გულდას მითეცნობა. რაც კი ხელში უჭირავს, ყველა საბუთს უკანა რიგიდან კითხულობს საკრებულოს ახალი დეპუტატი არას ბაირამოვი. ნონა ყაველაშვილი დღეს თანამდებობაზე დაერჩიონ. ჩანს, რომ უკმაყოფილოა. თანაშემწეს პერიოდულად დაბეჭდილ ფურცლებზე დატანილი ტექსტის გამო პასუხს თხოვს. მუნდრობისთვის, რომლის შედეგადაც 30-კაციანი უმრავლესობით ვარ წარდგენილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენთანაც მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრობას. უმრავლესობის ლიდერმა ქართულ ოცნებას უმრავლესობით მოსვლა მოულოცა. 30 დეპუტატიდან 30-ვე ქართულ ოცნებას წარმოადგენს. აქ არც უმცირესობაა და არც ოპოზიცია. ყველას ერთი აზრი აქვს და ერთნაირად ფიქრობს. თანამდებობებიც წინასწარ აქვთ გადანაწილებული, თუმცა ფორმალურად მოულოდნელობის ეფექტს ქმნიან. ნონა ყაველაშვილის მეგობარმა, ნონა რეხვიაშვილმა წინასწარ იცოდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევდნენ, მაგრამ მის დასახელებას მაინც ტაში და ოვაციები მოყვა. წარმოგიდგენთ ქალბატონი ნონა რეხვიაშვილის კანდიდატურას. ნონა ყაველაშვილის არჩევის რიგი ჯერ არ მოსულა. ელოდება. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის კაბინეტი, რომელიც მომდევნო 4 წლით უნდა დაიკავოს, მეზობლის ბაღში დაკრეფილი ყვავილებით წინასწარ გაალამაზა. აქ არჩევნებიც და კანდიდატებიც ფორმალობაა. 30 კაციან საკრებულოში ყველას 30 ხმით ირჩევენ. ანუ ვინც წარდგენილია, ისიც ხმას თავის თავს აძლევს. ერვილობთ? ხა თქვენ თავს უნდა მიცეთ ხმა ისე? გიორგი მირიანაშვილი, ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერი, ხმის მიცემის რიგში იმ დღეს 10 ჯერ ჩადგა. 9 ჯერ ხმას ხვას, ერთხელ საკუთარ თავს მისცა. თქვენს თავს მიეცით ხმა ბაჟი გიორგი წინა წელზე რო წახვედით? ნონა ყაველაშვილი ისე ველოდება. მისი რიგი ჯერ კიდევ არ მოსულა. პერიოდულად თავს იმრალ გასიმოვთან საუბრით ირთობს. ძიმე მისია აქვს საკრებულოს აპარატის თანამშრომელ მზეოს. მან ყურადღება ქალბატონ ნონასაც უნდა მიაქციოს და საარჩევნო ყუთსაც უნდა udaraჯოს. შემთხვევით ვინმემ ერთის მაგივრად ურნაში 2 ბიულეტენი არ ჩააგდოს. ქალბატონი მზეო ყველას აკონტროლებს. პრეზიდენტის დასაც. დარბაზში შაბათის ეთერის კამერა მუშაობს. ნერვიულობენ, რამე არ შეეშალოთ. განსაკუთრებული მისია დააკისრეს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძეს. მას ევალებოდა სცენის უკიდურეს მარჯვენა კუთხიდან საარჩევნო ყუთის 6 კაციან კომისიასთან მიტანა. ეს გზა 10 ჯერ გაიარა. ყუთი 10 ჯერ დაცალეს და 10 ჯერ დათვალეს. საარჩევნო კანდიდატებიც, არჩევნებში მონაწილეებიც, კომისიის წევრებიც და დამკვირვებლებიც ერთი და იგივე პარტიას წარმოადგენენ, ქართულ ოცნებას. მაგრამ მაინც მკაცრად აკონტროლებენ, ვინმემ რამე არ გააყალბოს. ყველა ბიულეტენზე ერთი გვარია. არც ერთია ბათილი და არავინ არის წინააღმდეგი. ერთპარტიული საკრებულოს ერთკაციანი არჩევნების ფორმალური პროცედურები იჭიმება. ქალბატონი ნონა ისე ველოდება. უნდა ერჩიონ 5 მუდმივი მოქმედი კომისიის თავმჯდომარე. კერძოდ, ესენია ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სამართლო საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარები. ამასობაში 2 საათი გავიდა. გამოცხადდა 5-ზე მეტი შესვენება. ხმა 8 ჯერ მისცეს, შედეგები 8 ჯერ დაითვალეს. ყველაფერი რაც აქ ამ წუთებში ხდება, საბჭოთა წარსულის გაცოცხლებას გავს. არანაირი განსხვავებული აზრი, ფორმალურადაც კი.
არც ერთი ოპონენტი დარბაზში. ამ სხდომის გაშუქების უფლება რომ მოგვეპოვებინა, ჩვენს დიდი ბრძოლა და საკრებულოს შენობასთან ხანგრძლივი ლოდინი დაგვჭირდა. ერთ ხმაში ლაპარაკი, ერთნაირად ფიქრი და ერთი კაცის მსახურება. აქ არავის პრობლემას არ უქმნის. ეს მოსაწყენი არ არის ცოტა, ანუ შემწინააღმდეგებელი რო არავინ არ იყავთ, ყველა ერთ აზრზე რო არის. ამასობაში ქალბატონი ნონას დრო მოვიდა. საკრებულოს წევრებმა, ბერხა წაკრებიამ, ხარობ ხარიებმა, ზიად ჯავკავმა, შერვადინ გარმანმა, არას ბაინამებმა, ირაკლი ჯაფარიძემ, კომისიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური დახმარების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დაასახელეს საკრებულოს წევრი ნონა ყავლაშვილი. ტაშს ამ დროს მე-18-ად უკრავენ. ყველა კანდიდატის წარდგენის და არჩევის შემდეგ. დარბაზის ცენტრში ისევ რიგი დადგა. 30 დეპუტატი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ნათხოვარი კაბინის წინ მორჩილად ელოდება დროს, როდის მივა რიგით მე-9 კანდიდატის შემოსახაზად. ქალბატონი ნონა რიგში არ ჩააყენეს. ის ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად გამწესებული კაცის და ამჯერად ხმას საკუთარ თავს აძლევს. 30 ბიულეტენი ჩაყარეს, 5 გაიხსნა, თვლა დაიწყო. დრო გადის. ქალბატონ ნონას კულტურის სკოლის ზეიმზე ეჩქარება. ყურადღებით აკვირდება, როგორ ითვლის კომისია მის ხმებს. და ისიც შედეგების გამოცხადების დრო დადგა. და ერთმანეთს 30-იან კომისია ქალბატონი სხდომა დასრულდა. დეპუტატები სახლებში მიდიან. ყველაფერს დაეთანხმა. არავინ წინააღმდეგი არ ყოფილა. ერთპარტიული საკრებულო, როდის გახსენდებათ, სად გახსენდებათ, ბოლოს როდის იყო საქართველოში? 35 წლის წინ იყო არჩევნები, ხო? დემოკრატიულ საქართველოში პირველად. იმის შემდეგ ერთპარტიული საკრებულო გინახავთ? სად? საკრებულოს დეპუტატებთან ინტერვიუების ჩაწერის დროს გვაკონტროლებს ქალბატონი მზეო. ისმენს, რომ გვაინტერესებს მიხეილ ყაველაშვილის დის თანამდებობაზე მეორედ გამწესების ამბავი. დეპუტატებმა ყაველაშვილის ბოლნისთან კავშირების შესახებ არაფერი იციან. ვეკითხებით, რა გაუკეთა მშობლიურ მხარეს პრეზიდენტად გამწესებულმა კაცმა. ბატონი მიშა, თუ ახსოვს აი ბოლნისი, ჩამოდის თუ არა ხშირად, როგორც ძველი ბოლნისელი, მაგიტო გეკითხებით. კი ბატონო. ჩამოდის ხოლმე, ახლა ოჯახი აქ აქვს, დედა აქვს ხოლმე, ჩამოდის ხოლმე. ბოლოს როდის იყო? ახლა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ ასვენებაში მიხდი. ამ დროს მიხეილ ყაველაშვილის შესახებ საუბარს საკუთარ თავზე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მზეო იღებს. მამა ჩემი და მიშას მამა იყვნენ ძალიან კარგი მეგობრები. ძალიან კარგი, ერთ-ერთი კოლორიტი იყო ბოლნისის. კულტურის სახლში ანუ რასთან არის კავშირში? იყო ხელმძღვანელი იყო. ბატონი ზურა მუშაობს ახლა თუ არ ვწდები, ხო? ქალბატონიანას. ვიცი, დეტალები არ ვიცი. კულტურის სახლის ხელმძღვანელი იყო ბატონი მიშას მამა? მიშას მამა, კი, ერთ-ერთი კოლორიტი პიროვნება იყო. მსახიობი იყო, ერთ-ერთი წარმატებული. თან მომდი. ამ დროს უკვე ქალბატონ ნონასთან გასაუბრების დრო დგება. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს თავდაპირველად სოციალურად დაუცველებზე ვეკითხებით. რამდენი სოციალურად დაუცველი ყავთ რეგიონში, კონკრეტულად რომ მითხრათ და თქვენი მემკვიდრეობით რა პროგრამები? ეხლა დღევანდელი მონაცემებით ვერ გეტყვით, ქალბატონი ლალა კვერიკაშვილი არის სოციალური კომისიის და სოციალური სამსახურის თავმჯდომარე, რომელსაც შემოაქვთ ეს ყველაფერი მონაცემები. კომისიაში როგორც მოდის მათი მონაცვლეობა, მოსახლეობა როგორც მიდის, შეაქვს განცხადებები, იმის მიხედვით განვიხილავთ კომისია და ძირითადად სოციალურად დაუცველებს ემსახურებით, ძირითადად არის დახმარებები ჯანმრთელობის შესახებ. ბოლნისის საკრებულოს დერეფნებში ხალხი ირევა. საბჭოთა დროს შეკეთებულ კაბინეტებს ისევ შემორჩა 80-იანების ბოლოს ხის კარზე გადაკრული ტყავის შალითები. აქა-იქ ბათქაშიც ცვივა.
საკრებულოს დარბაზისგან განსხვავებით, რომელიც გაარემონტეს და ხავერდის ფარდებით დაამშვენეს, დერეფნებს რემონტის კვალი არ ეტყობა. საკრებულოს არემონტი. ხო, რა იშველება? ეშველება ალბათ გავარემონტო. ეს მათი გარემონტი. ძალიან სარემონტოა ისიც ყველაფერია. თითქმის აქეთ ხარი ძალიან ამორტიზებულია. ეს ოტობის ქსელებიც ეტყობა. ნონა ყაველაშვილი ბოლნისის საკრებულოში მეორე ვადით აირჩიეს. მისი პოლიტიკური კარიერა მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება. ქალბატონ ნონას 2 დიპლომი აქვს. ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფილოლოგიას დაეუფლა. 1992 წლიდან მარნეულის კოლეჯის პედაგოგი იყო. პოლიტიკური კარიერა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიკეთა. ამბობს, რომ ძმის გავლენების გარეშე. ისე ბატონი მიშას პარლამენტარობამაც ხო შეგეწოთ ხელი, რომ თქვენ აქ მოხვედრილებავთ? არ არის შემთხვევაში საერთოდ არ იცოდა. არ არის საჭირო ერთი პარტიული მუშაკი ეყოფა ოჯახს. მიხეილ ყაველაშვილი ბოლნისში იშვიათად ჩადის. ოჯახთან კონტაქტი ტელეფონით აქვს. ხშირად ეს ყო თითქოს ყოველდღიურად, იმიტომ რომ დედა რო არ მოიკითხოს, ისე არ შეიძლება. მშობლიურ კუთხეს პრეზიდენტად დანიშნული კაცის ყურადღება არც ერთხელ უგრძნია. დეპუტატი და გვეუბნება, რომ ელოდება მოწვევას და აუცილებლად ჩავა. გააჩნია ღონისძიებები, იგეგმება რა, ვინ მოიწვევს ახლა, ისე ხო არ არის რომ ჩამოვიდეს. სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები ნონა ყაველაშვილს აბეზებს. ბოლოს ამ რუსული ცეკვის გამო გაკიცხეს. მინატურს არ ვიცი, მაგრამ ჰავანაგელასაც ვეყავდა. მთელმა ჩემმა მეგობრებმა იცის, რომ ჩემი საყვარელი ცეკვა ციგანსკია. ამბობს, რომ ცეკვა მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და ხელოვნებას მამამ აზიარა. მამა ცეკვავდა წლების მანძილზე და შვილებს გვაზიარა ყველას ცეკვას, ასე რომ მამა ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ძალიან კარგი ლიტერატურის და ხელოვნების ბოლნისში. ვერ უარყოფს, რომ დღევანდელი არჩევნები ბოლნისის საკრებულოში ფორმალური იყო. დამნაშავე ისევ ოპოზიციაა. ოლიგარქიული სისტემა, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებს კლავს, ერთპარტიული საკრებულოს წევრებისათვის პრობლემა არ არის. ასეთ ფორმალური არჩევნები ვინ უხელმძღვანელობს. თუმცა გეთანხმებით შეიძლებოდა უფრო მრავალფეროვანი თუ შემოგზანდებოდნენ დანარჩენი პარტიები და ვერ გადალახეს ეს ზღვარი და რა ჩვენი ბრალია. თორე იყო მონაწილეობდა, მონაწილეობდა, გახარი მონაწილეობდა, ვერ გადალახეს ეს ზღვარი. ვიდრე ერთმა პარტიამ პოლიტიკური ველი მოასუფთავა და ადგილობრივ თვითმმართველობებში შემწინააღმდეგებლებიც არავინ დატოვა, ხალხის ყოფა სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. განცხადება მაქვს შეტანილი და ფეხირა დღეში მაკავებში ვიყავი მარნეულში. დიახ. ხო და გამომიწერა მილიტანე პსტ-ში 170 ლარიაო ველოდები რა ჩამოვიწია. ქალბატონი ეთერ მაჩაიძე წამლის ფულს ელოდება. რიგშია ჯერ მისთვის ვერ მოიცალეს. ბიუჯეტში ფული არ არისო და არ არის ფულიო? ხო, ბიუჯეტიც არიული არის. აბა როდემდე უნდა ელოდოთ, ავად ხარ? ძალიან მტკივარ. ადამიანებს კამერების წინ საუბარი არ უნდათ. ეშინიათ. ტოტალური კონტროლის პირობებში განსაკუთრებით რეგიონებში ხმის ამოღება საფრთხის შემცველია. თქვენ აქედან წახვალთ და ჩვენ რა უნდა ვქნათ? ეს არის ხალხის მთავარი სათქმელი. თქვენ მიგიმართავთ როდესმე სოციალურისთვის? უნდა ჯერ ვიყავი რომ არა მაინც აზრი. უარით გამოგისტუმრეს? რატო არ გეხმარებიან? რა არის? რავალშვილიანი ოჯახი მაქვს, მაგრამ კაცსა დავყარებია მე. მიმართეთ? ბევრჯერ. გასაოცარი ეკონომიკური აღმავლობის ქვეყანაში, რომელსაც ქართული ოცნება გვიხატავს, ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში და ხელისუფლების დახმარების იმედად არიან. რაც უფრო მეტად უჭირს მოქალაქეს, მით უფრო მარტივია ასეთი ადამიანების მართვა. ხშირად წამლის ფული აქ საარჩევნო ხმებში იცვლება.